რატომ არის გამორჩეული ეს სურათი? ეს ფერწერული ტილო სახელად დესერტი, ჰარმონია წითელში, იგივე წითელი ოთახი. მრავალი ხელოვნებათმცოდნის შეფასებით ანრი მატისის შედევრად ითვლება. სურათი 1908 წელს არის შესრულებული და უფრო ფოვიზმის მიმდინარეობას განეკუთვნება. ანრი მატისმა ამ ნამუშევარში საოცრად პლასტიკური ჟესტების ენას და სუფთა ფერებს მიმართა. ეს სურათი განსაკუთრებულია ბრტყელი ზედაპირისა და სივრცის სიღრმეს შორის ურთიერთობით. მაგიდის გადასაფარებლისა და კედლების წითელი ერთსა და იმავე ფერშია შესრულებული, რაც მთლიან კომპოზიციას ერთიან სიბრტყედ გარდაქმნის. თუმცა მის გარშემო არსებული ობიექტები სიღრმის შეგრძნებას ქმნიან. მაგალითად, მაგიდის უკან განთავსებული სკამი მნახველს აძლევს კონტექსტს მაგიდის არსებობის შესახებ. ასევე კედელსა და მაგიდას შორის გაყოლებული ძლივს შესამჩნევი ხაზი კიდევ ერთ მინიშნებას იძლევა სამგანზომილებიანი სივრცის არსებობაზე. არაბული ხვეულები, ანუ არაბესკები, ოპტიკური ილუზიის საშუალებით სუფრის ჩამოშლილი ბოლოების ნაკეცებად ქცეულა. ფანჯრის ჩარჩო იმ ლანდშაფტის ჩარჩოცაა, სადაც პაწაწინა სახლი დგას. ამ ჩარჩოში მხატვარმა მწვანე და ლურჯი შეფერილობის ზონები მოაქცია, რომლებიც ოთახის წითელ ფონთან კონტრასტშია. მხატვარი ისეთ ატმოსფეროს ქმნის, სადაც თითქოს ყველაფერი უწონადობაში ლივლივებს. მატის გამიზნული ჰქონდა რეალისტური ელემენტების შენარჩუნება. მაგალითად, მაგიდაზე მოთავსებული ლიმონები კაშკაშა ყვითელია და მათი ფორმა და ზომა რეალისტურად არის შენარჩუნებული. სურათზე გამოსახული ქალი რეალობის შეგრძნებას მატებს კომპოზიციას. ის პროპორციულად ერწყმის მაგიდას და მისგან განსხვავებით შედარებით რეალისტურად არის წარმოდგენილი. ქალის ტანსაცმელი დამოქმედება მაყურებელს აძლევს წარმოდგენას ეპოქაზე, რომელშიც სცენაა აღწერილი. მდიდრული წითელი ქსოვილი, რომელზეც ენერგიული ლურჯი ორნამენტებია გამოსახული, აერთიანებს კომპოზიციის ელემენტებს ერთ მთლიანობაში. შთანთქავს ოთახის სამგანზომილებიან სივრცეს და ოსტატურად უსვამს ხაზს ტილოს დეკორატიულ პოტენციალს. ამ სურათზე წითელი ფერის მისია მეტია, ვიდრე უბრალოდ ფონი. ეს ფერი ტილოს ვიზუალურ და კომპოზიციურ ჰარმონიასაც ქმნის. მეტი ასეთი კონტენტისთვის არ დაგავიწყდეს ჩემი გვერდის გამოწერა.